ეთყოდა და თვითონ ჩამოვიდა თვალწებით გამარჯობა. ერთად მოდით დავიწყოთ დეპოლარიზაციით, იმიტომ რომ პირველი მოწოდება, პირველი დავალება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირისგან, ეს არის სწორედ პოლიტიკური პოლარიზების შემცირება და ამ ფონზე, ესე იგი, ნათქვამიც არ ქონდათ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს, როდესაც ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ ეს ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. აი, ამ ფონზე როგორ ხედავთ პერსპექტივას? ერთად არის თუ არა შანსი, რეალურია თუ არა აი ამ პუნქტის შესრულება? მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. უპირველეს ყოვლისა, ეს ბოლო რამდენიმე დღე არის ერთი სიტყვა მიტრიალებს თავში, ეს არის სიყალბე და ფარისეულობა, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე, მაგრამ ეხლა განსაკუთრებული დოზით ხედავთ აი ამ სიყალბეს, თუნდაც ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ხედავთ განცხადებებს, თითქოს ეს არის რაღაც ასე ვთქვათ, ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება და ასე შემდეგ და მათ შორის თითქოს რაღაცა შანსები კარგება და ასე შემდეგ და ამავე დროს ხედავთ, რომ პირველივე საკითხი რაც იყო ნათქვამი და როგორც ჩანს ამას აქცევდა ყურადღებას მათ შორის ევროკავშირის კომისია არის დეპოლარიზაციის მცდელობა, რაც გახლავთ ყველას ამოცანა, ყველა პოლიტიკური ძალის და არა მხოლოდ სამწუხაროდ ჩვენ პოლიტიკურ ლანდშაფტში ამაში სხვადასხვა ჯგუფებია ჩართული. იმავე მომენტში, როგორც კი გაიგეს, რომ ეს საკითხი ეხებოდა ასევე, ანუ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო დეპოლარიზაცია, დაიწყეს პოლარიზაცია. გამოაცხადეს, ასე ვთქვათ, თავყრილობის იდეა, რასაც სხვათა შორის პრეზიდენტმაც მოუწოდა შემდეგ, რომ არ ჩაატარონ ეს ღონისძიება, სწორედ იმიტომ, რომ დესტრუქციის შემტანი არის და ხედავთ განცხადებები, ხო 20 ივნისის ხვალინდელი, ასე ვთქვათ, შეკრება, რასაც ემსახურება, ხომ პირდაპირ საჯაროდ არის აი, გაცხადებული. რას ემსახურება, იმიტომ ჩვენ ერთი ვნახეთ უკვე, რომ ეს აღარ არის ერთჯერადი აქცია, ესე გამოვიდა ბუნებრივად აპირებმა, რომ მრავალჯერადი იქნება და ნუ სამუზაში მოდი ვთქვათ, რას ამბობენ თქვენი ოპონენტები გარდა პოლიტიკური ნაწილისა, რომ ხელისუფლება უნდა აჩვენონ ხალხის ხმა. ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ ხვალ რა მოლოდინი გაქვთ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით? ნუ უპირველეს ყოვლისა შევხედოთ, ვინ არის ორგანიზატორი ამ აქციის. გახლავთ ნაციონალურ მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, სირცხვილია, რომელიც ცნობილია მათ შორის ძალადობრივი აქციებით და ასე შემდეგ. ეს ერთი და თავად ნაციონალურ მოძრაობა შესაბამისად არის ამ აქციის ორგანიზატორი. ეს ერთი. მეორე, სწორედ ის რომ რანაირად შესაბამება, რანაირად შეიძლება მათ შორის განსაკუთრებით რახანამური 24 ივნისის ევროპული საბჭოს სხდომის წინ უნდათ რომ რაღაცნაირად გააგონონ თითქოს ზაობა ხალხის ევროპული მომავალთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც კომისია ამბობს პოლარიზაცია შეეცადოს ყველა დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი ეს თავყრილობა და მესამე მოთხოვნებს ხედავთ ხომ რაც არის დაწყებული იმიდან რომ უნდა გავყაროთ ხელისუფლება, გაგრძელებული სხვა შორის გიგა ბოკერიას ქონდა განცხადება, რომ სისხლისღვრა და ასე შემდეგ აი ამ ტერმინების გამოყენება, მაიდანთან შედარება, მომავალი განვითარებების და რაც თავიდანვე აჩვენებს, რომ ეს არის პირდაპირ დესტრუქციაზე მიმართული აქცია. მოდი განვიხილოთ გადაწყვეტილებაც, რომელიც 24-ში უნდა მიიღონ. პრინციპში ჩვენ კონტურები ვიცით ამ ყველაფრის. სავარაუდოდ ევროპული საბჭო გაიმეორებს იმ რეკომენდაციებს, რაც იყო 17-ში. აქ ვის რა წილი პასუხისმგებლობა მიუძღვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, განსხვავებით მოლდოვასა და უკრაინისგან და მივიღეთ მხოლოდ განცხადებები და აღიარება პრინციპში ევროპულ პერსპექტივაზე საქართველოსთვის. უპირველეს ყოვლისა მე მგონი, ეხლა მნიშვნელოვანია წინ გავიხედოთ და შევხედოთ იმას, თუ როგორ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ხომ ეხლა რასაც ჩვენ ხედავთ, ერთი არის რომ რაც შეხება თვითონ ამ გადაწყვეტილებას სწორედ შეფასებას. პირველი ეს არის რომ და ამას მნიშვნელობა აქვს რომ ჩვენ პირველად წლების განმავლობაში მივიღეთ ეგრეთ წოდებული ევროპული პერსპექტივა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღიარებულია უკვე ევროკავშირის მხრიდან, ამ შემთხვევაში ეს ჯერ მოსაზრებაა და უნდა დაადასტუროს ევროპულმა საბჭომ, რომ საქართველოს შეუძლია გაწევრიანდეს ევროკავშირში და ეს, ასე ვთქვათ, კარი გაიხსნა. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება კანდიდატობას. აქაც უნდა დავაკვირდეთ ჩვენ, რომ რეკომენდაცია გახლავთ ევროკომისიის, რომ უკრაინას და მოლდოვას მისცენ კანდიდატობა ოღონდ პირობით და საქართველოს მისცენ პირობები კანდიდატობისთვის. ორივე შემთხვევაში გვაქვს პირობითობასთან საქმე. ანუ ის კანდიდატობის რეკომენდაცია, რაც არის გაწეული, არის პირობითი და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, შესაბამისად შეიძლება უკან გადაიდგას ნაბიჯი. და პირიქით, საქართველოს თუ კი იგივე პირობები, და თქვენ ნახეთ ალბათ საზოგადოებამ ნახა, რომ არის მსგავსი პირობები, რიგ შემთხვევაში, მაგალითად მოლდოვის შემთხვევაში, უფრო
ასე ვთქვათ, რთული პირობებიც კი არის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, ყველა შეუძლია ნახოს კორუფციასთან დაკავშირებით, თუნდაც სასამართლოსთან დაკავშირებით, უფრო დეტალური პირობებია წაყენებული, ვიდრე საქართველოსთან იქნებოდა. ანუ პრინციპში ჩვენ ახლა ვიმყოფებით შემდეგ მდგომარეობაში, რომ რეკომენდაცია არის, ჯერ გადაწყვეტილება არის, რომ რეკომენდაცია არის, რომ უკრაინას და მოლდოვას მართალია მიეცეთ კანდიდატობა, მაგრამ პირობით, ანუ ავანსად კანდიდატობა და შემდეგ გადამოწმეს ამ პირობებს თუ არ დააკმაყოფილებენ, შესაბამისად შეიძლება ეს კანდიდატობა ჩამოერთვას და პირიქით საქართველოს და გარკვეული პირობები წაყენებული ქონდეს და შემდეგ მიეცეს კანდიდატობა. კანდიდატობა ჯობია ახლა. რაც ნიშნავს, ეხა კანდიდატობა როცა არის პირობით, თუ კი მისცემენ ასე პირობით, ეს პირობით კანდიდატობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუ კი საქართველოს იმ პირობებს დააკმაყოფილებს და მიეცემა კანდიდატობის სტატუსი, მაშინ ეს იქნება უკვე უპირობო კანდიდატობა. ანუ ეხლა უპირობო კანდიდატობა არავის არ მისცეს. ეს არის მთელი ისტორია ამ გარემოების. ამ პირობებზე. რომ არის თუ არა რომელიმე განსაკუთრებულად რთული, რაც შეიძლება უბრალოდ შეუსრულებელი აღმოჩნდეს და მათ შორის გულისხმობ დეპოლარიზაციის საკითხს და ასევე 19 აპრილის შეთანხმებასაც უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ეს პრინციპში მაინც არის აქტუალური თემა, ხო? უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება ამ წინაპირობებს, ძირითადი პუნქტები, რაც არის, ეს გახლავთ ის პუნქტები, რომელიც ისედაც არის გათვალისწინებული საქართველოსა და ევროკავშირის შორის არსებულ ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ მივშევათანხმეთ ევროკავშირთან. მათ შორის სასამართლო რეფორმის საკითხები, ეს ყველაფერი იქ არის, ანუ რაც ისეთი დიდი საკითხია, ყველაფერი არის. ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ არის, ეს ერთი, მეორე პირობებიც მსგავსი არის, თუ კი შევადარებთ ამ სამ ქვეყანას და მესამე. ერთი ფაქტორიც გავითვალისწინოთ ახლა ცოტა ესეც ახასიათებს ჩვენ ოპონენტებს, რომ იმისათვის, რომ სწორედ ღელვარება გამოიწვიონ საზოგადოებაში, რაღაც თვითგვემაში გადაყავთ საზოგადოება. ყველა შევახსენებ ორ ფაქტს. ერთი, ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით უკრაინასთან მოლაპარაკება დაიწყო საქართველოს 3 წლით ადრე. ანუ ჩვენთან 3 წლით გვიან დაიწყეს მოლაპარაკება და ჩვენ დავასწარით უკრაინას, ჩვენთან უფრო ადრე შევიდა ძალაში ასოცირების შეთანხმება ვიდრე უკრაინასთან. ვიზა ლიბერალიზაციაზე 4 წლით ადრე დაიწყეს უკრაინასთან მოლაპარაკება ევროკავშირმა, ჩვენთან 4 წლით გვიან დაიწყო ევროკავშირმა ამაზე მოლაპარაკება და 9 წლით ადრე შევიდა ჩვენთან ძალაში ვიზა ლიბერალიზაცია. ამიტომ ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოსთან დაკავშირებით, იყო უკვე საუბარი, რომ ბევრი გარემოება მუშაობს აქ და ახლა არ მგონია, რომ აქ კითხვაში ტექნიკური კუთხით აქ რაიმე ეს ყოფილიყო მთავარი საბაბი, იმიტომ ჩვენ ამდენჯერ ვახსენეთ, რომ საქართველოს ბევრ პარამეტრიდან გამომდინარე უსწრებს ტრიოს ქვეყნებს. თუმცა ითქვა, რომ სხვადასხვა გარემოება, მათ შორის ითქვა თავიდანვე, რომ პოლიტიკური იქნებოდა ეს გადაწყვეტილება და პოლიტიკის ნაწილიც არის გეოპოლიტიკაც, გეოგრაფიაც და სხვა საკითხები, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში ისევე როგორც ადრე მუშაობდა ასოცირების შეთანხმება, იმიტომ დაიწყო ჩვენთან გვია ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით შეიძლება ამიტომ დაიწყო გვიან, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ სწრაფი პროგრესი გქონდეს. აი ელოდებით, რომ წლის ბოლოს მართლაც, როდესაც მოხდება გადახედვა ამ გადაწყვეტილებების შეფასება, ჩვენ მზად ვიქნებით სტატუსის. პლუს ამას თქვენი ოპონენტების არგუმენტებსაც დაგიმატებთ, ისინი ამბობდნენ, რომ მაშინ, აი მაგალითები, რაც თქვენ დაასახელეთ, რომ 3-4 წლით ადრე მიიღეს სხვა ქვეყნებმა, მაგრამ ჩვენ გაუსწრებთ, ისინი ამბობდნენ, რომ მაშინ იყო კიდევ ხელისუფლების ნდობა და დღეს ნდობა ფაქტობრივად აღარ არსებობს ევროკავშირის მხრიდან. ხა ეს ამბობენ ისეთი რამე არის. ნუ თქვენი ოპონენტები ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში. ამბობენ რომ ითვლებოდეს. მოკლედ რაც შეეხება ამ საკითხებს, ხომ? კიდევ ერთხელ ყველა ვნახეთ რაზე არის საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი და პირველ პუნქტად სწორედ ამიტომ წერია იქ დეპოლარიზაცია. ვინაიდან ეს არის შემაფერხებელი პოლიტიკური განვითარების. შემაფერხებელი, იმიტომ რომ ეს პოლარიზაცია ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას, ასე ვთქვათ, არამედ ეხება მედიას, სამოქალაქო სექტორს. და ჩვენ ამის საპასუხოდ, რასაც ხედავთ, პირველივე ნაბიჯი, რაც ოპოზიციამ გადადგა, არის პოლარიზაციის და სხვა შორის აი ამ პუნქტებიდან ალბათ უმრავლესობა საბოლოო ჯამში ისევ ხელისუფლების შესაძლებელი არის 12 წინაპირობა, 11 ნახევარი არის ხელისუფლების შესაძლებელი და ის ნახევარი პოლარიზაციის კუთხით, რომელზეც ნაბიჯი უნდა გადადგას ოპოზიციამ, ზუსტად იმ ნახევარის გადადგმაც კი არ უნდათ და პირველი რასაც აკეთებენ, ეს არის არეულობის ინსპირირება და პოლარიზაციის გაღრმავება კიდევ უფრო. რაც ხვალინდელი აქციის ძირითადი ამოცანა ხედავთ, თუ შევხედათ ვინ არის ორგანიზატორი, თუ შევხედათ რა მოწოდებები არის წინასწარ, ნუ ხვდებით რომ ეს არის არეულობის ცდობა. გასაგებია. საინტერესოა, როდესაც ჩვენ საუბრობთ 11 ნახევარ პირობაზე, რომელიც ხელისუფლების შესაძენად თანხმებებს
მიღწეველი კი არა და შესასრულებელია. აქ ერთ-ერთი არის შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაბრუნება. არ ფიქრობთ, რომ თავის დროზე ამ გადმოსახედიდან, ამ შეთანხმებიდან გასვლა იყო შეცდომა? არა, ასეთ პირობა არ წერია. იქ პირველი პუნქტია სხვა შორის, სადაც არის სწორედ დეპოლარიზაცია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გათვალისწინებით. ეს წერია იქ, ანუ არანაირ დაბრუნებაზე რა თქმა უნდა საუბარი არის და სხვა შორის ესეც კარგი დასტურია იმის, რასაც ჩვენი ოპონენტები ამდენი ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ თითქოს თავარი არის 19 აპრილის შეთანხმებასთან დაბრუნება, მისი ასე ვთქვათ, გაცოცხლება და ეს არის პრობლემა. ანუ ხედავთ, რომ ეს რომ ყოფილიყო, იქნებოდა კიდე ის პირობა ჩადებული. სულისკვეთებაზეა საუბარი და სულისკვეთება რა იყო 19 აპრილის შეთანხმების არის თანამშრომლობა პარლამენტში უნდა შესულიყო ყველა და უნდა ეთანამშრომლობა და ამ თანამშრომლობით სხვადასხვა რეფორმები თუ ცვლილებები გატარებულიყო. ჩვენ ეს არაერთხელ ვაჩვენეთ ამის მზაობა. მათ შორის თუ გაგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის მეც გახდით, იქ ნაციონალურ მოძრაობა უკვე შემოსული იყო. მონაწილეობას იღებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხმა არ მისცეს. ნაციონალურ მოძრაობამ, ლელომ ხმა არ მისცა ამ რეფორმას. სწორედ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების საწინააღმდეგოდ. ამიტომ მთავარი საკითხი საერთო ჯამში ალბათ სწორედ გამოკვეთა ევროკომისიამ, რომ თავ და პირველ ადგილში, იმიტომ და ჩადო სხვათა შორის სასამართლო რეფორმამდეც კი წინ, ანუ ხო თითქოს ამას ასახელებენ ხოლმე, ხო? თითქოს ეს არის მთავარი საკითხი. პირველი პუნქტი რაც წერია და რომელიც არ წერია სხვა, არც უკრაინას, სხვა საკითხები ყველგან არის ნახსენები. არც უკრაინასთან, არც მოლდოვასთან ნახსენები არის პოლარიზაცია. ვინაიდან ხედავ ჩვენ მათ შორის. იქნებოდა ახლა ეს უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები, პანდემიის საკითხები, შიდა პოლიტიკური საკითხები. ხედავთ ჩვენი ოპოზიციის ნაწილი როგორ იქცევა და ამის ასახვა სწორედ ის, რომ დეპოლარიზაციისკენ არის მოწოდება. ამიტომ პირველი ნომერი ამოცანა, რაც არის შესასრულებელი იმისთვის, რომ წაიწიოს ჩვენმა განაცხადმა წინ არის ის, რომ ორი მხარის შესასრულებელია. ხო, ეხლა ოპოზიცია რო არაადეკვატურად იქცევა, ამას ევროპაც დაინახავს და ჩვენი საზოგადოებაც და ეს მათი პრობლემაა, მაგრამ რანაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლება, ამიტომ მხოლოდ იმ განცხადებით, რომ აი ოპოზიცია რადიკალურია, ალბათ ვერ შემოვიფარგლებით. ხო, აუცილებელია, რომ თქვენ დაანახოთ თქვენი მზადყოფნა იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია დეპოლარიზაცია გულისხმობს ის, რომ არის სამუშაო გარემოში კონსტრუქციული დისკუსია, კამათი და გადაწყვეტილებების მიღება. ხომ არ არის აუცილებელი ყველაფერზე თანხმობა იყოს, მაგრამ საჭიროა რომ იყოს კონსტრუქციული დისკუსია, განხილვა, გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ამისთვის უნდა არსებობდეს ფორმატი. ფორმატი არის პარლამენტი, ხომ? პარლამენტში არის წარმოდგენილი დღეს 9-ზე მეტი პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში. და სწორედ იქ არის ის ადგილი, სადაც უნდა მოხდეს ამ დეპოლარიზაციის გამოვლენა იმ კუთხით, რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იყოს მართალია ცხარე კამათი, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებების მიღება ამ დისკუსიის შედეგად. ჩვენ ამას თავაზობთ, მაგრამ მე როდესაც წლიური მოხსენება მქონდა, მაშინაც თქვი კიდევაც, რომ არის სამწუხაროდ პრობლემა, რომ ნაციონალურ მოძრაობა, მის გარშემო არსებული პარტიები უბრალოდ თავს იკეტავენ ნებისმიერი კონსტრუქციული დისკუსიის გან იკეტავენ იმით, რომ არ აღიარებენ არჩევნებს, დღემდე ისინი ხო ფაქტობრივად არ აღიარებენ, რომ ოპოზიციაში არიან, ეს ერთი და მეორე, რომ დღემდე უკვე რამდენი, გავიდა 10 წელი, არ იღლებიან იმაზე საუბრით, რომ რუსული პროექტი, ქართული ოცნება და ასე შემდეგ. აი ამითი დაღალეს უკვე საზოგადოება საერთო ჯამში და ეს არის პრობლემა. სანამ ისინი აი ამ, ასე ვთქვათ, ბაზას, რაზეც ისინი ამყარებენ საკუთარი ამორჩევლების, ასე ვთქვათ, აქტიურობას, ამ ბაზას სადამ არ უარყოფენ, მანამდე რა თქმა უნდა რთული არის. და თქვენ ამის მოლოდინი გაქვთ? მე მოლოდინი მაქვს იმის, რომ საბოლოო ჯამში მიხვდებიან, რომ ანუ რას ხედავთ, ხომ, თუნდაც ხა ხვალიდელი აქცია, ან სხვა აქციები. ნაციონალურ მოძრაობა ცდილობს, რომ ნებისმიერი მიზეზი გამოიყენოს იმისთვის, რომ იქნებ რამე მღელვარება გამოიწვიოს. ანუ ფაქტობრივად რო შევხედოთ მათ პოლიტიკურ სტრატეგიას, ხომ? პარლამენტშიც არაფერზე რაღაც დისკუსია თუ კამათი, კანონი, რაც არ უნდა იყოს, არაფერზე არ აქვს თქმა, ძირითადად მოსაზრებები ისეთი წვავე. ჩვენ ხედავთ, რომ მათი ძირითადი სტრატეგია არის ჩასაფრება, რომ რაიმე მწვავე თემა იქნებ იყოს და ამ მწვავე თემაზე ააწყონ საკუთარი განმარტება. სხვათა შორის გუშინ იყო თუ არ ვცდები, რაღაც შემხვდა სოციალურ მედიაში ზოგიერთი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ტელევიზიის პოსტები იყო შაქარიშვილის საქმეზე და
და ბაჩელიაშვილის საქმეზე და რაღაც ერთი წელი გავიდა დაბადების დღე ასე შემდეგ და რაღაც ასე ვთქვათ მისამძიმრებასავით იყო. ჩვენ ხო ყველას კარგად გვახსოვს რა ქნეს მაშინ, რა გააკეთეს საერთოდ თუნდაც მათმა ტელევიზიებმა, როდესაც ადამიანური ტრაგედიები იმდენად გამოიყენეს და აწიეს მათ ოჯახს რა გვახსოვთ ხო შაქარაშვილის ოჯახს ამბობდნენ რომ ოჯახმა წინააღმდეგიც რო იყოს ჩვენ გამოვიძიებთ ამ საქმესო. აი ეს არის ჩასაფრებული ხან პიროვნულ ტრაგედიას იქნება თუ სხვა რამე საკითხი იქნება ახლა ჩასაფრებული არიან ჩვენ ევროპულ მომავალს და ამ ევროპულ მომავალზე ცდილობენ რომ რაღაცნაირად ღელვარება აწიონ და რაც თავარია ყველაზე არაევროპული ძალა რომელიც კი არსებობდა ამ ქვეყანაში ძალა რომელმაც ჩაგვის რეჟიმი დაამყარა ძალა რომელმაც ყველაფერი რაც კი შეიძლება დემოკრატიულ ინსტიტუტებში არსებობდეს ყველაფერი მოსპო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებს რომ შევხედოთ საქართველოსთან მიმართებაში ისიც კი საკმარისია რომ წარმოდგენა შევიქმნათ თუ რა ასე ვთქვათ რანაირი რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული საქართველოში ამიტომ ეს რომ დაუბრუნდე იმ სიტყვას რომელიც მე თავში ვახსენე სიყალბე და ფარისევლობა საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ რომ ამას ყველა დაინახავს და ნუ ხედავთ ეს პერიოდული ღელვარების გამოწვევის ცდილობები ბოლოს ისევ კრახით საკუთარ ხარდამჭერებშიც იმედგაცრუების და ფრუსტრაციის გამომწვევი არის ამიტომ აზიანებენ საკუთარ თავს აზიანებენ თავის ამორჩევლებს, მაგრამ რაც თავარი არის და რაც ყველაზე ცუდი არის, აზიანებენ საქართველოს და ის პირველი პუნქტი ჩანაწერი, რაც არის ევროკომისიის დეპოლარიზაცია, აი ეს თუკი სადმე ოპოზიციამ შეიტანა წვლილი დაზიანების კუთხით. სწორედ აი არის ის ზიანი, რომელიც ამ ქვეყანას მიადგა, რომ სხვა მოლდოვისგან, უკრაინისგან განსხვავებით, სადაც თავისი კამათი ყოფნით, ხომ ახლა მედიიდანაც ვიცით, რომ არ არის არც იქ შვიდი პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ პოლარიზაცია არც ერთ ქვეყანას არ მიუთითებს, რომ ეს პრობლემა არის და ჩვენთან პრობლემა სწორედ იმიტომ არის, რომ ოპოზიციის ნაწილი ვერანაირად ვერ აიძულებს ხოლმე თავის თავს კონსტრუქციულ რო დაეხმაროთ, რო კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაჯდეს ოპოზიცია, გაჩნდა ესეთი იდეა, რომ ხომ არ ღირს სპეციალური ფორმატის შექმნა, რომელიც ასე ვთქვათ მონიტორინგს გაუწევდა იმ დღის წესრიგს, რომელიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რა თქმა უნდა ოპოზიციის მონაწილეობით. თქვენ ამბობთ, რომ პარლამენტში უნდა არსებობდეს ასეთი ტიპის დისკუსია, მაგრამ რო გამოიკვეთოს ეს საკითხი იმისთვის, რომ ხელისუფლების ბზაობაც მეტად გამოჩნდეს, არ ფიქრობთ, რომ სასარგებლო იქნება პროცესისთვის რაიმე სპეციალური ფორმატის გაჩენა? ამისთვის არსებობს პარლამენტი, ამიტომ ვირჩევთ ამ ყველაფერს თავისი სტრუქტურა აქვს და რაღაც სისტემა იმიტომ არის მოფიქრებული, რომ ის მუშაობს კარგად. ეს ცდილობები ასეთი ჯგუფი საბოლოო ჯამში არის სწორედ ისევ იმის გამოვლენა, რომ ვერ მოდიან ხელისუფლებაში, ხალხი არ აძლევს მანდატს და ცდილობენ რაღაც სპეცფორმატებით მოიპოვოს ხელისუფლება. პრეზიდენტს ეკუთვნის. მათ შორის ახლა რა მნიშვნელობა ვისგან მოდის საერთოდ ჯამში დემოკრატია იმას გულისხმობს რომ არის არჩევნები ადამიანი ხალხი ანაწილებს ძალაუფლებას მათ შორის თავისი წონიდან გამომდინარე და აქ უნდა ამ ფორმატში უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკურმა ელიტამ და არა რაღაც სუროგატები გამოვიგონოთ კვაზი პარლამენტები და კვაზი რაღაც სამინისტროები რომლებიც სპეც როლს ასრულებენ და სხვანაირად არის გადანაწილებული ძალაუფლება ვიდრე ეს გააკეთა ხალხმა. ანუ როგორ არის იცით რაღაც ისე გამოდის რომ ხალხის აზრი აღარავის აღარ აინტერესებს. არჩევნები რისთვის გვაქვს? ხალხის როცა ვამბობთ რომ ხალხი არის პროევროპული. რატომ არის იცით ეს ხალხი პროევროპული? იმიტომ რომ ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. ამიტომ არის ეს ხალხი პროევროპული. ამიტომ არის ევროპის, ევროკავშირის მიმართ სიმპათიები ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის გაზრდილი. ეს რანაირად ხდება თუ კი პირიქით არის ხო როგორც წარმოაჩენს ამას ოპოზიცია. ამიტომ ხალხის აზრი არის მნიშვნელოვანი, ხალხმა არჩევნებზე გადაანაწილა ძალაუფლება და ამ ფორმატში უნდა მოხდეს ყველაფერი. პარლამენტში ყველას აქვს შესაძლებლობა რომ საკუთარი აზრის გამოხატოს, ჩართული იყოს პროცესებში, იქნება ეს დეპუტატი თუ თუნდაც სამოქალაქო საზოგადოება, რომლის ჩართვისკრინაც მოგვიწოდებს ასევე ევროკომისია და ხა ჩვენთან თუ სამოქალაქო საზოგადოება არ არის ჩართული პროცესებში აღარ არის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თან ყველა დონეზე ეს როგორ წარმოგიდგენიათ აქ ახლა ერთი საკითხი არის რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას ერთ რაღაცას უნდა გაუსწოროთ თვალი სამოქალაქო საზოგადოება განსაკუთრებით ევროპული გადმოსახედით ეს არის ძირითადად ეს პროფესიული გაერთიანებები და არის ისეთი ასოციაციები რომლებიც ასე თქვა სპეციალიზირდებიან სხვადასხვა საკითხებში. შეიძლება ეს გარემო იყოს, ადამიანის უფლებები იყოს, ან სხვა რაღაც ცხოველების დაცვა შეიძლება იყოს, სამედიცინო სფერო თუ სხვა ნებისმიერი.
ჩვენთან სამწუხარო ტენდენციაც არ არის გამოკვეთილი რამდენიმე ასე ვთქვათ ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერში თავს მოიაზრებს სპეციალისტად. მე ხანდახან უბრალოდ აი არასერიოზულობის დონე იქამდეც მიდის ხოლმე, რომ მithქვავს ერთი-ორჯერ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რო არის ხოლმე, აი დააკვირდით განცხადების არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, აი ნებისმიერ ერთობლივი განცხადება აიღეთ, შეხედეთ არჩევნებთან დაკავშირებით, მე წაიკითხეთ სია არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ზოგი სახელიდან მიხვდებით მათ სპეციალიზაციას, რომ არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნ მაგალითად ცენტრი ემპათია ხო ცნობილია ხა მეტნაკლებად აუდიტორიისთვის არჩევნებთან დაკავშირებით რა კვალიფიკაცია აქვს ან რა ცოდნა აქვს ან რა პრეტენზია აქვს რომ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას თავისი აზრი მოახსენოს არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ რა თქმა უნდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა პირიქით გასაძლიერებელი სწორედ ეს კუთხით არის სამოქალაქო საზოგადოება, თუნდაც ცენტრი ემპათიასაც შეეხება სამედიცინო სფეროში შეიძლება მათი აზრი იყოს საინტერესო, ხომ? გასაძლიერებელი სამოქალაქო საზოგადოება სწორედ ამ კუთხით არის რომ მათი სპეციალიზაციის მიხედვით იყვნენ ჩართულები. სამწუხაროდ ამის ნაკლებობა ნამდვილად არის, მხოლოდ რამდენიმე სფეროზე სპეციალიზირებული არასამთავრობო სექტორი ყავს და არის არადა ევროკავშირთან დაახლოება ძალიან ბევრ სექტორს გულისხმობს, ძალიან რუტინულ და ტექნიკურ სამუშაოს, სადაც მოსაზრებები ასოციაციებისგან და სხვა სფეროს წარმომადგენლებისგან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ამ 12 პუნქტიდან რაზეც ოპოზიცია აპელირებს ბოლო პერიოდში არის სიტყვა დეოლიგარქიზაცია, რომელიც ერთ-ერთ პუნქტად არის აქ ჩადებული. ისინი ამბობენ, რომ ეს პუნქტი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეხება და ეხება იმას, რომ ის ყველანაირად ჩამოცილებული იყოს ყველა გავლენას იყოს ჩამოცილებული, რაც მას ხელისუფლებაზე აქვს. ეს არის მთავარი არგუმენტი, რითაც მაგალითად გამოყავთ ხვალ ხალხი და მოუწოდებენ, რომ დეოლიგარქიზაცია მოხდეს ამ ქვეყანაში და რომ ივანიშვილი არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. რას უპასუხებდით ოპონენტებს? უბრალოდ ყოველთვის ეს საკითხი სამივე ქვეყანასთან არის ჩაწერილი ერთნაირი ფორმულირებით ზუსტად. უკრაინაში კიდევ უფრო დეტალურად არის და კანონთან დაკავშირებით არის მითითება, რომ ასე ვთქვათ, კანონი უნდა აღასრულონ. მოლდოვის და ჩვენ შემთხვევაში არის საუბარი იმაზე, რომ ზოგადად გავლენა პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ცხოვრების სხვა სფეროებზე გავლენები უნდა იყოს, ასე ვთქვათ, დაბალანსებული. ანუ არ უნდა განაპირობდეს ადამიანის, ასე ვთქვათ, ფინანსური ყოფა, ასე ვთქვათ, არ უნდა განაპირობდეს მის გავლენებს. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება, ხა ესეც ხოლმე ერთი საკითხია, რომ როგორც პირველივე, ასე ვთქვათ, ნაბიჯი, რაც თავში მოვიდა ოპოზიციას და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, იყო კვლავ პოლარიზაცია, კიდევ კვლავ ტრისხატის შექმნა, ვიღაცის მიზანში ამოღება, ზიზღის გამოწვევა, მათ შორის გუშინ ვნახეთ ჩვენი პლაკატები ქონდათ პარლამენტის წინ გამოტანილი, ტიპიური მეთოდები ზიზღის ადამიანის შეზიზღების და ასე შემდეგ, ხომ? და საბოლოო ჯამში მე მგონი თვითონაც მიხვდნენ, რომ მათ საკუთარი თავისთვის სახარბიელო რაღაც შედეგი არ გამოსდით მაგ პუნქტიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ერთი არის ცოტა რა თქმა უნდა ცოტა ბუნდოვანია რაზეა საუბარი, ვინაიდან ხა ასეთი ტერმინოლოგიებით სისტემები ევროპაში ნაკლებად. ერთადერთი გამონაკლისიანი შვედ შემთხვევა არის უკრაინა, სადაც კანონი არის მიღებული ამასთან დაკავშირებით და სადაც თუ კი შევხედავ და თუ კი ეს ამას გულისხმობენ, ძალიან კარგად ერგება ოპოზიციაში მყოფ რამდენიმე ადამიანს. ამიტომ არ ვიცი ხა ესენი თუ ამას გულისხმობენ და ამ კუთხით აინტერესებთ ოლიგარქიზაციის საკითხი, კიდევ ერთხელ მე მგონი თავის თავს უფრო აზიანებენ. ამიტომ ანუ ვის ეხება? განმარტება არის მარტივი. უკრაინის კანონს შეხედოთ არის ადამიანები, თქვენ თქვით რომ საქართველოში ეხება რამდენიმე ადამიანსო და ამას გეკითხებით. განმარტებას თუ შევხედოთ არის ადამიანი, რომელიც ფლობს მედიას, ადამიანი, რომელსაც აქვს არის პოლიტიკაში ჩართული, აქვს მედიაზე გავლენა, აქვს გარკვეული რაოდენობის თანხა, ეს ადამიანი ითვლება ოლიგარქად და გადავხედოთ ახლა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ ტელევიზიებს და არათუ ამას ძებნა და კვლევაც არ ჭირდებათ, აღიარებული არის თავად, რომელი პიროვნება, რომელიც პოლიტიკაში ჩართული არის, თანხაც აქვს საკმარისი და მედიის ფლობელი არის, ვინ არიან ესენი და გამოდის რომ სწორედ ესენი არიან ოლიგარქები. ამიტომ ასე დამიზნებით თუ უნდათ, ასე ვთქვათ, საუბარი, მე მგონი მიზანი ერევათ და საბოლოო ჯამში მათკენ წავა ეს მიზანი. ამიტომ ესეც კიდევ ერთხელ ეს ერთ რამეს ადასტურებს, რომ
თავარი დასკვნა, რაც გამოიტანა ოპოზიციამ ამ ყველაფრისგან, აი ამ მთელი პროცესიდან დასკვნა არის რომ პოლარიზაცია უნდა გააღრმაო. აი ეს არის მინდა გთხოვოთ რომ მიმართოთ ადამიანებს, რომლებიც ხვალ აპირებენ ქუჩაში გასვლას, იმისთვის რომ დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლებიც ფიქრობენ რომ ხელისუფლება არ თმევს ქვეყანას ამ ისტორიულ შანსს, მაგრამ ეს ადამიანები შეიძლება სულაც არ არიან ნაცმოძრაობის მხარდამჭერები, უბრალოდ დრამატულად განიცდიან იმ შედეგს, რომელიც დადგა და მიაჩნიათ რომ ეს არის რაღაცა ძალიან მძიმე მდგომარეობა და შეუქცევადი მარცხი. აი რას ეთყობთ ამ ადამიანებს? უბრალოდ ყოვლისა ენდონ გამოცდილებას, ხომ? ჩვენ ხედავთ ახლა გარკვეული ციკლი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ენდონ გამოცდილებას, იმ გამოცდილებას, რომ როდესაც არის ღონისძიება, სადაც ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული ფრთა ჩართული არიან, რაც არ უნდა შეეცადონ ისინი, რომ ეს ორგანიზაცია მიასაღონ საზოგადოებას, ეს ღონისძიება მიასაღონ საზოგადოებას, თითქოს ემსახურება რაღაც მაღალ მატერიებს და პრინციპებს, საბოლოო ჯამში ყველა წუნდება, რომ არის ერთადერთი მიზნით ასეთი სახის ღონისძიებები, აწიონ პოლიტიკური ტემპერატურა და დაიბრუნონ საკუთარი ძალაუფლება. აი ეს არის ერთადერთი რამე რისკენაც არის ხოლმე მიმართული ასეთი ღონისძიებები. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ზოგადად ევროკავშირთან ურთიერთობას, თუ კი ვინმე რომელიმე პარტიამ ამ ქვეყანაში გააკეთა ევროპული საქმე, გააკეთა ქართულმა ოცნებამ. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, იქნება ეს ვიზა ლიბერალიზაცია და გითხარით კიდევაც რომ უკრაინამ ჩვენზე ადრე დაიწყო ასოცირებას, ვიზა ლიბერალიზაციაც და დაიწყო მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში. მაშინ დაიწყო უკრაინამაც და უკრაინამ ეს ორივე პროცესი და საბოლოო ჯამში ქართულმა ოცნებამ დაიწყო ასოცირებაც, უბრალოდ დაასრულა ასოცირებაც და დაიწყო დაასრულა ვიზა ლიბერალიზაციაც. ეს ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე, სწორედ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში ევროპულ საქმეს ბოლომდე მიიყვანა და სწორედ ჩვენ საზოგადოებას რაღაც სიკეთეები აჩვენა, არის ქართული ოცნება. რაც შეეხება კანდიდატობის საკითხს, გითხარით კიდევაც რომ უკრაინის და მოლდოვის მიმართებითაც ეს არის პირობითი, ჩვენ შემთხვევაში არის პირობითი, ანუ მათ რეკომენდაცია რომ მათ პირობით მისცენ კანდიდატობა, ჩვენ პირობები გვითხრანჯერ და შემდეგ კანდიდატობა. და საბოლოო ჯამში ერთნაირი პირობები, ამიტომ ერთნაირ მდგომარეობაში ვართ ეხლა მეტნაკლებად უკრაინაც, მოლდოვას და საქართველოს, ვინაიდან პირობები არის დასაკმაყოფილებელი და შესასრულებელი, ამიტომ ეს სამუშაო სამი ქვეყანას აქვს გასაწევი, მაგრამ როგორც ჩვენ ხედავთ, ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აი ამ პირობებს. იქაც ხო რატო უკრაინის ოპოზიცია არ ეუბნება რომ პირობებით რატო ან მოლდოვის ოპოზიცია რატო არ ეუბნება რომ რატომ არ არის სრულფასოვანი კანდიდატობა და არის პირობითი კანდიდატობა. ხომ არავინ ხო იქ ასე ხმამაღლა არ საუბრობს, ერთადერთი ქვეყანა რომელიც ამას აყენებს არის ოპოზიცია საქართველოში. ამიტომ წლის ბოლო იქნება ის ეტაპი, როდესაც გარკვეულწილად მოხდება გაკეთებული საქმეების გადახედვა ევროპის მიერ, ევროკავშირის მიერ საქართველოში. ამ დროს ჩვენ როგორ შევხვდებით, ეს არის ყველაზე საინტერესო და ალბათ გადამწყვეტი იმ ადამიანებისთვის, ვინც მაგალითად ხვალ აქციაზე მიდის. საერთო ჯამში 6 თვე ითქვა რომ იქნება მათ შორის მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით ნახევარწლიანი პერიოდი, როდესაც მიუბრუნდება ამ საკითხების განხილვას. მოცემული გვაქვს ჩვენც უკრაინასაც და მოლდოვასაც საკმაოდ ცხადი დღის წესრიგი. რაღაც საკითხები ალბათ დასაზუსტებელი იქნება კიდე არის საკმაოდ ცხადი დღის წესრიგი, რომელსაც უნდა მივყვეთ. კიდე ერთხელ ამ საკითხებში არაფერი ისეთი არ არის, რაც ან შეიძლება 1-2 საკითხი არის, მაგალითად პოლარიზაციის საკითხი, მე მგონი ასოცირების დღის წესრიგში არ არის, მაგრამ ძირითადი საკითხები რაც არის, რაც კი შეიძლება თუნდაც ჩვენმა ოპონენტებმა იგულისხმონ, რომ ეს არის რთული და ესეთი დიდი საკითხი, ყველა ეს საკითხი არის ასოცირების დღის წესრიგში ქართული ოცნების მიერ შეთანხმებული ევროკავშირთან. ამიტომ ეს გეგმა ისედაც მოქმედებს, ეს გეგმა ისედაც შესასრულებელი არის. ჩვენ რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს და ხა ამ კანდიდატობაზე კი არის ფოკუსირება, მაგრამ სარჯამში ხა ჩვენ კანდიდატობისთვის ხომ არ ვიბრძვით, იმიტომ თავისთავად კანდიდატობას არაფერი არ მოგვს. ხოლო ჩვენ აქაც ცდარ ინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს ეს რაღაც მილიარდებთან იყო დაკავშირებული, მილიარდიან დახმარებასთან კანდიდატობის სტატუსი, არანაირ ასეთ დახმარებასთან არის დიდად არაფერი განსხვავება არ არის იმ სტატუსთან, რაც ჩვენ აქამდე გვაქვს. მაგრამ ჩვენი მიზანი კანდიდატობა ხო არის, საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი არის გაწევრიანება ევროკავშირში. ამისთვის საჭირო არის ის ასოცირების შეთანხმების შესრულება, რომელსაც ჩვენ რომელ გზასაც ჩვენ ვადგავართ. ამიტომ ეს კანდიდატის სტატუსი იქნება დღეს თუ იქნება რამდენიმე თვის გვიან,
ჩვენმა გამოცდილებამ ასოცირების შეთანხმებასთან ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გვაჩვენა, რომ ამას საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სურვილს, რომ ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ ქართული ოცნება არის ერთადერთი პარტია, რომელსაც წინა საარჩევნო პროგრამაშიც კი ჰქონდა ჩაწერილი განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. არც ერთ სხვა პარტიას დღეს რომ ჯიხს იცემენ გულში, რომ ისინი არიან ყველაზე პრობლემა, არც ერთს განაცხადიც, აი პოლიტიკური განაცხადი მაინც რო ეთქვათ, ესეც კი არ ჰქონდათ საკუთარ საარჩევნო პროგრამაში. ასე რომ აქედან გამომდინარე ეს გზა საქართველოსი ვინც რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ თუ დასახა არის სწორედ ქართული ოცნება და მთავარი ამ გზას მივუყვეთ კანდიდატობა დღეს თუ ხვალ აუცილებლად იქნება. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით. პეტრე მამრაძე, ლალი აქციაური იქნება ჩვენი სტუმრები, არ გადარჩეთ.